სახელთა მამისათა და დისათა სულსაც მიდისათა გილოცავთ დღესასწაულს და სოფლიო ეკლესიის ასეთ ღირს შესანიშნავ დღეს სამღვდელმთავრის მშენებისა მოწოდება ეკლესიის მრევლისა და სამღვდელობისა ერთობისაკენ. ყველას თავისი ნიჭი აქვს განსხვავებული, ყველას თავისი მსახურება აქვს განსხვავებული, მაგრამ ერთი ვართ უფლისადმი ჭეშმარიტი რწმენით და მისი წმინდანების მიმართ. და იმ დიდი საიდუმლოების რომ უფალმა დაადგინა ეკლესიაში, მშვიდ საიდუმლოს ჩვენ გულისხმობთ, რომთა მიერ მადლი ღვთისა ეწოდება ერს მრევლს ყველა ადამიანს მოშულს რწმენით უფლისაგან. აი ეს ამაში ერთობა არის მთავარი და ახლა რის გამო ხდება გაყოფა ადამიანებს შორის. ვიღაცას მოწონს ვასილ დიდის განმარტებანი. ვიღაცას მოწონს გრიგოლ ღვთისმეტყველის მიერ რათა სიტყვათა წყობა, განმარტება საერთოდ წყობა პოეტური არის. ვიღაცას მოწონს იონე ოქროპირის ტექსტები, ვრცელი და ესეთი განმარტლებელი შენგონებისა. მაგრამ ეს სამივე ერთის მიმართ არის, უფლის მიმართ არის, უფლის ეკლესიის მიმართ არის და უფლის სამწოს მიმართ არის. ამიტომ მათი გაყოფა ნიშნავს ეკლესიის გახლიჩას. და ვისაც ვასილ დიდი უფრო მოწონს, ეცადოს გრიგოლ ღვთისმეტყველს შეიყვაროს და იონე ოქროპირი. პირველობაზე არ არის ერთობა მთავარი. და ყველაში თავისი ღირსება დაინახა და ის მიიღო შენში. რასაც მიიღებ, ის გახდები შენ თვითონ. შენ ღირსეული გახდები ადამიანი. არა ვიწო მიკერძოებული ერთის მიმართ, არამედ ყველას მიმართ კეთილ განწყობილი და მიმღებელი ყველასაგან ჭეშმარიტი სიტყვისა. სამივე წამებული და დევნულია. ეს მაინც უნდა დავინახოთ. ვასილ დიდს ემუქრებოდა იმპერატორი იმის გამო, რომ მიუხედავად გავრცელებული ესეთი მტალებლობის და მტკიცედ იდგა სასწაულებაზე. 50-მდე ეპისკოპოსი იყო მის განგებულში, მთავარი ეპისკოპოსი იყო და დიდი რეგიონის მმართველი იყო და იქ ბევრი იყო მტალებლები. და თვითონ იმპერატორი იზიარებდა მათ მტალებლობას. მაგრამ ვერ ეხებოდა ვასილ დიდს და გააგზავნა თავისი მოხელე ერთი მოდესტე იცით კრასკომის ცხოვრებიდან როგორ დაემუქრა წამებით, გადასახლებით უარი ეთქვა ჭეშმარიტ საზრდოებაზე და დათანხმებოდა ამ მტალებლებს. პასუხადაც მიიღო ღირსეული პასუხი, რომ მაწამებს და მოტანს დამადგამო. გადამასახლებს არ გადამსხმელს, უფალი ყველგან არის, მე ჩემ უფალთან ვიქნები მაინც და ასე მოიგერი მან ეს სიტყვები. გრიგოლ ღვთისმეტყველი იყო მეორე მსოფლიო კრება კონსტანტინოპოლში და იქაც დაიწყო გაყოფა. ის თეოდოსი დიდი მაშინ ახალ დადგენილი იყო მეფედ. მაშინ უკვე გაყოფილი იყო დასავლეთ აღმოსავლეთი იმპერია და ეს იმპერიის მმართველმა თქვა, რომ აი ღირსეულია თეოდოსი და თეოდოსი გრიგოლ ღვთისმეტყველს თხოვა, რომ შენ იყავი კონსტანტინოპოლის მთავარი ეპისკოპოსი და ადგინა თავის მეფობის ძალაუფლებით. მაგრამ იქ სხვა თითქოს იყო კანდიდატურები, ალტა შფოთი და გრიგოლ ღვთისმეტყველმა დატოვა ეს კათედრა. მიჩვენე მყუდოდ ვიყო და უქოცი მემსახურო ვიდეოს მოჩი და თუ უფრო ღირსეული მიგაჩეთ ის იყოს თქვენთან და განიშორა. მაგდროს განდევნი იყო ამ კათედრიდან. მაგრამ მის ღირსებას არაფერი დააყენა, ის მოიმატა მისი მოთმინება თანდაბლობა უფრო მეტად შეიმკო ამით. იონე ოქროპირზე ხო ზედმეტი ლაპარაკი, რომ გააზევეს მეფის და დედოფლის ძალაუფლებით, რატომ
სიმართლის სიტყვა ვერ აიტანეს შეგონება და დასასჯელად გამოძახებული კონსტანტინოპოლში ალექსანდრის საეპისკოპოსი დიდი დანაშაულების გამო მიხვდა რომ მეფის კარზე ინტრიგა იონეს წინააღმდეგ საკუთარ დადგენილიყო დედოფალს შეეკრა იონეს წინააღმდეგ დაიყოლე კიდევ და ეს ძრუκრება შეკრიბეს და გააძევეს ერთხელ გააძევეს უფალმა დაბრუნა მეორჯერ გააძევეს და აი ასე შეუძლებელია რომ იყო ჭეშმარიტების ერთგული და არ იდევნებოდი სოფლისაგან ეს უფალმა წინასაუთათ მოტაფებს ჩემი თუ ისეს ხეს ისინი მე თუ მდევნეს თქვენსაც თელ დევნიანო და ნუ გეშინიათ სოფლისა თუ მე ძლიე სოფელსო და თქვენც ეს ძლევა სოფელზე მოგანჯეთ ჩვენ უფალთან ვიყოთ და უფალ ჩვენ შორის იყოს ეს არის თავი და ეს აერთიანებს ყველა წმინდას ვინც რომელ საფეხურით არ მეყოს მოწამის სახით მოციქულის სახით იასამეთოლის სახით იქნება მეუდაბნოის მარხველის მოწამის ყველას უფალი გაერთიანებს და აი ეს ერთობა უფალმა სამი წინააღმდეგთავრის მეოხებით გაავრცელოს ჩვენს ქვეყანაში რომ მშვიდობა იყოს სიმართლეში ნუ ამისის ლოცველთა ვევედრებით რომ იყოს მშვიდობა იმიტომ აღდგომის შემდეგ უფალი ასეუბნება მოტაფეებს რომ შემოდის მშვიდობა თქვენდა პირველი სიტყვა მშვიდობა თქვენდა როცა საგადაგო დაგზავნი და სახლში რომ მიხოთოთ მშვიდობა სახლს ამას იმიტომ მშვიდობა უკვე ერთობის საწყისია მშვიდობა კაცის განწყობის საწყისია თუ ეს არ იქნება უკვე აღარაფერი შედგება იქ ერთობა აღარ შედგება დიდი კვერექსი სიტყვით მშვიდობთ უსამართლ ვილოცოთ აი სულ ეს ყოველთვის მშვიდობისაკენ მოგვიწოდა უფალმა მაგრამ სადაც არ მიგიღებენო დაიყარე აიბერტეს წვერი თქვენი ფეხით და დადით კამათი არ დაუწყოთ არა თუ საჭიროა უფალი იმას მიხედავს და მოიყვანს თავისთან ოდესღაც შეაგონეს მათ რაღაცით ასე რომ მოდით აი ეს მშვიდობა ჩვენი მოთმინებით ჩვენი ლოცვით უფალმა დაამკვიდროს ჩვენ ქვეყანაში რომ ჩვენ შეიძლება არა მაგრამ ეს ქვეყანა რომელიც უფალმა ჩვენ მოგცა ყველას უნდა საკვანძო ადგილია და მაგრამ უფალმა ჩვენ დაგადგინა და ჩვენ უნდა ვიყოთ ამიტომ აი ჩვენი უფალთან ერთობის ერთ-ერთი მთავარი არის ჩვენი ერის უფალთან ერთობის რომ ჩვენ ეს მიწა-წყალი უნდა დავიცვათ დავიცვათ მშვიდობით შინაგანი ერთობით დავიცვათ კეთილ ჩვენი მოღვაწეობით საქმიანობით მოვლა პატრონებთან ჩვენ ქვეყნის და იგარი შემიცარიან იმათანაც მეზობლური ურთიერთობაც ჰქონდეს და ჩვენი ინტერესები არ დავთმოთ პირიქით ნახოთ საერთო ინტერესები და იმ საერთო ინტერესებზე ჰქონდეს ურთიერთობა მათთან აი ეს დიდი სიბრძნეა მშვიდობის შენარჩუნება და ერთობის მეთქვა დალომოხსა ჩვენ და ეს სიბრძნე უხვად იყოს ჩვენს ერში ამინ